მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პირველ დავალებას მათ, ვისაც გსურთ, რომ სულ თავიდან დაიწყოთ ინგლისური და თუ რაიმე ხარვეზი გაქვთ, რომ მთლიანად შეავსოთ თქვენი ეს ხარვეზი. აქედან გამომდინარე ვიწყებთ E და N არტიკლებიდან. ვინც უკვე იყო ჩემი მოსწავლე გასულ წელს და მის წინა წელს, მათ სხვა დავალებები ექნებათ, ამიტომ სხვა დავალებებს მოგცემთ. ზოგადად თქვენი დავალებები, ყოველი მომდევნო დავალება განთავსებული იქნება იმ ცხრილში, ეგრეთ წოდებულ რეიტინგების ცხრილში და ყოველთვის შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს, დააწყაბოთ და გამოგიჩნდებათ შემდეგი დავალება. დავალებები შევეცადოთ რომ იყოს მოკლე, ანუ მე შევეცდები რომ მოკლე დავალებები მოგცეთ, ანუ დიდი ხანი რომ არ დაგჭირდეთ მის შესრულებაში, აქედან გამომდინარე სულ რამოდენიმე სავარჯიშო იქნება. პირველი დავალება, რომელიც თქვენ დღეს გექნებათ, იქნება წერილი. მე ახლა აგიხსნით E და N არტიკლს, მათ მნიშვნელობას, მოკლედ, როდის ვიყენებთ, ხოლო შემდეგ უკვე თქვენ გვექნებათ ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები, რომლებიც უნდა დავიწეროთ. დავალებებს, ანუ სავარჯიშოებს რომ დაწერთ, ყოველ სავარჯიშოს ქვემოთ აქვს შესაძლებლობა, რომ ატვირთოთ ფოტო. შესაბამისად, როდესაც შეასრულებთ, გადაუღეთ ფოტო და ატვირთეთ იქ, სადაც ეს მითითებული იქნება. ახლა დავიწყოთ. E და N არტიკლები ინგლისურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანი არტიკლებია და ისინი არიან განუსაზღვრელი არტიკლები. განუსაზღვრელი ნიშნავს, როდესაც კონკრეტულად, ანუ განსაზღვრულად რაიმე ნივთზე, ცხოველზე და ასე შემდეგ არ ვსაუბრობთ, არამედ ზოგადად ვსაუბრობთ. მაგალითად, კატა, აქ რომ წერია a cat. ზოგადად კატაზე ვსაუბრობთ, ხო? Dog, a dog. ზოგადად ძაღლზე ვსაუბრობთ. შემდგომ an elephant, სპილო, an octopus, რვაფეხა. კარგად მოусმინეთ, a cat, a dog, an elephant, an octopus. A cat, a dog, an elephant, an octopus. ქართულ ენაში მოგეხსენებათ, რომ არის 5 ხმოვანი. ინგლისურ ენაშიც გვაქვს 5 ხმოვანი. ხმოვანი, თვითონ ხმოვანი ჟღერადობა არის ინგლისურ ენაში შემდეგნაირად vowel sound. თუ არსებითი სახე იწყება ხმოვანზე, მაგალითად როგორიც არის elephant, ხო? წინ ექნება n არტიკლი. ასევე octopus, რვაფეხა, an octopus. ინგლისურ ენაში ხმოვნები არიან e, e, I, O და U. აი ესენი არიან ხმოვნები. 5 ხმოვანი გვაქვს. ხოლო თანხმოვანს ქვია consonant, ინგლისურად consonant. და თუ არსებითი სახელი იწყება თანხმოვანზე, წინ e არტიკლი დაესმის. A cat, იმიტომ რომ cat C თანხმოვანზე იწყება. A cat. A dog, იმიტომ რომ dog D თანხმოვანზე იწყება. თანხმოვნები არიან B, C, D, F, G, H, J, K, L, M, N, P, Q, R, S, T, V, W, X, Y, Z. ერთი რამ დავიმახსოვროთ, რომ ყველა ამბანს, ყველა ასოს ქვია თავისი სახელი. აი, A კი არ არის, ეს არის A, A ქვია. ეს I არის. ეს I არის, ეს O არის, ეს U არის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ალბათ უკვე ხსმენიათ და თუ არ იცით, გეტყვით, რომ ინგლისურ ენაში ანუ რამოდენიმე ასო ანბანის იკითხება განსხვავებულად სხვადასხვა სიტყვაში. ამიტომ ამას იმის მიხედვით კი არ ვარჩევთ მის დასახელებას თუ როგორ წავიკითხეთ სიტყვაში, არამედ ყველას აქვს თავისი სახელი და ასე უნდა წავიკითხოთ. ამაზე უფრო მოგვიანებით კიდევ გავივლით. ახლა უშუალოდ სავარჯიშოები რაც გექნებათ. ნახეთ, აი ასეთი სავარჯიშო გექნებათ, რომელიც ფოტოს სახით ქვემოთაც იქნება მოცემული. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? უნდა გადმოწეროთ, აი დაწერთ სავარჯიშო პირი. მაგალითად დააწერთ სახელს. თქვათ ნანა კვარაცხელია, თავზე დავაწერთ სახელს, თქვათ რომელიღაცა სკოლის, თქვათ ოტობაის საშუალო სკოლის მოსწავლე. მერვე კლასის მოსწავლე, ან მეხუთე კლასის მოსწავლე.
ამას აუცილებლად ყველა გვერდს ვაწერთ და შემდგომ სავარჯიშო პირველი. დავწერთ სწორ პასუხი ამოვირჩიოთ მოცემულით. ბისკვით, ხო წერია? პატარა ტირეს გავავლეთ და ორცხობილა. აი ასე მივაწერთ. აი ახლა მაგალითად მე ასე კომპიუტერულად ასე გავაკეთებ. ბისკვით, ხო? ნახეთ, პატარა ტირე დავწერ ორცხობილა. ოკეი? თქვენც აი ასე დაწერეთ. ანუ ყველას მიუწერეთ ქართული ნიშნულობები. კარგი? შემდეგი სავარჯიშო, ეს ერთი სავარჯიშო ასეთი გვექნება. ყველაფერი მოცემული არის შესაბამისად. ეს გვექნება მეორე სავარჯიშო, ამასაც ასევე ფურცელზე შემისულებ და ამ სავარჯიშოს ქვემოთ იქნება მოცემული ასატვირთი ველი, სადაც უკვე ფოტოს ამიტვირთავთ და ეს არის მესამე სავარჯიშო, რომელსაც ასევე შეასრულებ და ქვემოთ ფოტოს ამიტვირთავთ. ნახეთ რა მოკლე გაკვეთილი იყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გაიგებთ. თუ ვერ გაიგებთ, ბევრჯერ შეგიძლიათ მოусმინოთ. შემდეგი მეორე დავალება იქნება აი მოცემული ოღონდ სწორად უნდა წაიკითხოთ. ანუ წასაკითხი მასალა იქნება, სადაც პასუხებიც მოცემული გექნებათ, ჩვეულებრივად ზეპირად, ანუ ვიდეოზე ჩაიწერთ და ისე გამომიგზავნოთ. მაგრამ ეს მეორე დავალება, ჯერ გავაკეთოთ პირველი დავალება. ძალიან დიდი მადლობა. ველოდები შესრულებულ დავალებებს.